გიყვებით 17 წლის ლუკა აბჟანდაძის შესახებ, ქართველი ბიჭის შესახებ, რომელიც დაიბადა ამერიკაში. მობზანდი, ეს არის ჩემი სახლი და ჩემი საყვარელი ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ დაიბადა და გაიზარდა ამერიკაში, ცდილობს რომ ქართული იცოდეს, რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა მოგაწოდოთ პირველ რიგში. მეორე რიგში უნდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული ქართველია სწავლის გამო, სპორტული ცხოვრების გამო და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ამ ბიჭის არსებობა უნდა იცოდეთ. ლუკას ძმა, უფროსი ძმა, აუტისტური სპექტრის წარმომადგენელია, რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მას როგორც ადამიანზე და როგორც კი წამოიზარდა. და უკვე მიხვდა რომ შეეძლო დამოუკიდებელი ღონისძიებების ჩატარება და ასე შემდეგ. დაარსა არაკომერციული ორგანიზაცია ქვეთუმე, თუმცა ჩვენ ასეთ ორგანიზაციებს ვეძახით ფონდებს აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის. და ის ყვება რომ იმდენად ძნელი იყო ის რასაც უყურებდა მთელი ბავშვობა, მოუნდა რომ აუტისტური სპექტრის ბავშვებს დახმარებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მთავარი იყო საქართველო. ეს არის ჩემი საყვარელი ძმა, ვინც მუსიკა უყვარს. მანქანით ვასეირნებ ხანდახან და პარკში მივდივარ, აქ არის პარკი და ხანდახან შორს მივდივარ და თუ კარგია დღე ამბი არის მე და ჩემი ძმა ვიცურავ. სადაც სწავლობ, მე ვარ მარტო ქართველი ბავშვი ჩემს სკოლაში და ჩემი სკოლა ძნელი არის და ბევრს უნდა ვიმიცადინო. თავისუფალი დრო აქ ეზოში ვისვენებ და ხანდახან ვცურავ. ძალიან მიყვარს ძაღლები და კატები და ეს არის ჩემი ძაღლი ბასკი. 15 წლის არის უკვე. ახლა ჩემი ოთახი უნდა განახო. წამოდი. ეს არის ჩემი ლეგოები. პოლიტის ბავშვობაში მე მიყვარდა ავწყო და კიდე ხანდახან ვაწყობ ახალი ლეგოები. მიჭის ქართული ლაპარაკი მარტო ბავშვობაში ჩემი ბებო ლაპარაკობდა ქართულად და ვიცი ცოტა მარტო სკოლაში მარტო ინგლისურით ლაპარაკობ და ეს არის რატომ მიჭის ბევრი. დავიწყე ჭიდაობა 3-4 წელს წინ. სხვა სპორტები ჯერ ვითამაშე ტენისს და ცურაობა. მარტო ბოლომ მე ავარჩიე ჭიდაობა და ახლა სკოლაში ჭიდაობ. გამარჯობა. ჭამო. ახლა სკოლისკენ მივდივარ. ძალიან შორს არ არის. ძალიან მაგარი მეგობრები მაქვს. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ქართველი არის. ჩვენ ყველა გვაქვს მანქანები და ხანდახან გავისეირნობ New Jersey-სთან, to Long Island-თან. და ყოველ ღამე გარეთ მივდივარ და ჭამ. სორი ქართველია რესტორანტი აქვს, Sunny House და Oda House. ხინკალი ლობიანი, ხაჭაპური, ტოლმა. საქართველოში როდის იყავი? ბავშვობა 4 წლის ვიყავი. მე ძალიან მინდა რომ კიდე წავიდო. მე მინდა ზამთარში. ზაფხულში არ მინდა. მაგრამ ზამთარში მინდა ვიყო და იქ თოვლი მინდა ნახო. მაგარი არის. და რა ქართველი ვარ. ეს არის ჩემი სკოლა, სადაც დავდივარ. ხან აქ მოვდივარ მე და ჩემი მეგობრები. ხით უყურებ. მე მინდა რომ მივცე ფულის ნანუკას ფონდსთან, რომ მოვეხმარო ბევრი ბავშვები და გადავიხადო ექიმის ფული. ეს ბოლო 2-3 წელი მე და ჩემი მეგობრები ვიმუშავეთ სკოლის გარეთ და ავაგროვეთ $10,000 და ახლა გვინდა რომ გავაგზავნოთ საქართველოსთან, რომ მოვეხმაროთ ბავშვების ექიმის ფული. ერთ წელში კოლეჯში მივდივარ და მე მინდა ვისწავლო როგორ დიდი და მაგარი ბიზნესი რომ დავიწყო
და რომ შეიძლება კიდე სხვა ხალხი რომ მოვეხმო. მიყვარხარ ჩემი საქართველო, მალე ჩამოვალ და დიდი მადლობა. ნახვამდის. გონია რომ ამ ოჯახს თავისი ეხლა უკვე მეორე თამდები უდიდეს პრობლემით ბევრი იცნობთ, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ეს სიუჟეტი ნახოთ. ჩვენ თელეფონება გავყიდეთ, იმიტომ რომ გაბრიელს ესწავლა ჩახუტება და დედა სიტყვა და მამა სიტყვა. მიბერდა 4 წელია განსაკუთრებით ძალიან დამძიმდა გაბრიელი არის 14 წლის, მაგრამ სანამ აუტიზმი იყო მისი მხოლოდ დიაგნოზი, ცოტა უფრო მსუბუქად ვცხოვრობდით, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ რაც მისი დიაგნოზმა მოიმატა და დამძიმდა, ჩემი პირველი ფიქრი არის ის, რომ მერთო მშვიდობიანი დღე გქონდეს და გადავრჩეთ კიდევ ერთხელ. პირველი რასაც ვაკეთებ, თმას ვიკრავ ძალიან მაგრად, იმიტომ რომ გაბრიელმა ტკივილების დროს იცის თმების წიწვნა. არ უყვარს სამკაულები და ეს ყველაფერი ქალური ჩემი იმიდან ამოღებულია. პირველი სტრესი იწყება იმით, რომ უნდა ჭამოს, იმიტომ რომ მისი ჭამა მის ქცევაზე პირდაპირ დამოკიდებულია. შემდეგ უნდა გადავერთო ჩემ ორ შვილზე, 3 შვილი მყავს, რომ მათაც გაუნაწილო დედის როლი და ძალიან მიჭირს ხოლმე ამას ვაღიარებ სულ, იმიტომ რომ ბოლო წლები ძალიან გამოფიტული ვარ და აი როგორც მცენარე წყლის გარეშე, ადამიანსაც ბედნიერების გარეშე რაღაცნაირად ხმება. ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი, რომ გავიხსენო და როდის იყო ყველაზე ბედნიერი დღე, იყო გაბრიელის ოპერაცია, რომ გადარჩა. შიშები დამეწყო ამ ბოლო დროს, ალბათ რა ვიცი, ხვა ხო არ ვარ წლებია ამ მდგომარეობაში ვარ და შიშები რომ დამეწყო, ერთადერთი მედიკამენტი ვიპოვე ჩემ თავში, რომ ვიძახი, რომ ყველა როდისღაც მოვკვდებით და აი ამით ვიძლიერებ თავს. ოცნებთ რომ ჩვენმა შვილებმა მიაღწიან წარმატებებს, მაგრამ აი სამ შვილში ერთი შვილი მყავს ისეთი, რომელზეც ოცნებობ, რომ მხოლოდ იცოცხლოს და არ ტკიოდეს. ნუ ილაპარაკებს, ნუ გავათანატოლებთან, ძალიან ძნელია. ყურება იმის, რომ ის თანატოლები ეზოში თამაშობენ და ის ვერ შედის კონტაქტში. დღეს ვიძახი, რომ უყუროს შორიდან იყოს ცოცხალი, იყოს თვითონ ბედნიერი იმით, რომ არ ტკივა და იყოს. აი ეს არის ჩემი თავის მოვლაც, ეს არის ჩემთვის სამსახურიც და ყველაფერი. ადამიანი ვეღარ რჩები, ანუ რაღაცა დამჭკნარი რაღაც დადიხარ რა, რაღაც ინსტინქტით იღვიძებ და მე ვისურვებდი, რომ ჩვეულებრივი ქალებივით გვეცხოვრობს დედებო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა წილად გვხვდა ძალიან დიდი ამოცანა, რომელსაც ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მე ვფიქრობ, რომ ვერ ამოვხსნით, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არიან ძალიან სხვანაირი ადამიანები, ჩვენზე ბევრად ჭკვიანები, უბრალოდ მათ ამის გადმოცემა ძალიან უჭირთ. თამ ყოველდღიურად რა რუტინას გადიხარ მასთან ურთიერთობაში? ჩვენი ცხოვრება არ არის დაგეგმილი, როგორც იყო ჩემთვის მაგალითად გაბრიელის დაბადებამდე. ჩვენ ცხოვრებას გეგმავს გაბრიელის ჯანმრთელობა. 10 წელია ვიბრძვი მის გადასარჩენად და არა მარტო მის გადასარჩენად და ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ხურავენ ფონდს, გვიწევსებენ ლიმიტს სიცოცხლეში, თანხაში და ყველაფერში და გვეუბნებიან, რომ ანუ ლიმიტირებულია თქვენი ყოველდღიურობა და ჩვენ ამას არ ვიღებთ და არ მივიღებთ, რა თქმა უნდა. ძალიან მინდა, რომ ცხოვრობდე ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ბავშვზე და მის ჯანმრთელობაზე იქნება მორგებული ჯანდაცვის სისტემა და არა სისტემა ბავშვი მოეგება სისტემა. თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს? ვერა. რო ამეხსნა თვითონ სტრუქტურა. თავარია რომ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. გარკვეული ასაკი იყო ის, რომ მისთვის უნდა შეგვექმნა გარემო ადაპტირებული აუტისტური სპექტრის ზოგადად ესეთი
დიაგნოზია, რომ თავარი მათთვის არის უსაფრთხო გარემო და ადაპტირებული. ეხლა უკვე მისთვის გაბრიელისთვის არა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, იმიტომ რომ არ მინდა ვინმე შევაშინო, დამატებით დიაგნოზების გამო არის დღეს ტკივილის გარეშე ცხოვრება, იმიტომ რომ მუდმივად აქვს გაუსაცლისი ტკივილი. რა ტკივა, ამას როგორ იგებთ? ხელით გვაჩვენებს, გადაადგილების შეზღუდვა არ ქონდა და უკვე ეტლი გვაქვს სახში. მეუბნებიან, რომ ბიოპსია გასაკეთებელი. დასადგენია რა არის, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ბავშვი ჩივილებს გამოხატავს, ძვალი მარცხენა ფეხის მენჯის ძვალი არის ძალიან გათხელებული და 19 ადგილი ახალი კერაა დაზიანების. ბოლოს თქვენს მარათონზე როდესაც მოვდიოდი, კიბეზე რომ ამოვდიოდი, ვერ ამოვდიოდი, მეგონა რომ ვეღარ შევძლებდი და აი მართლა რაღაც ფრთები რო შეგესხმევა და იმ ღამეს რო ბილეთს იღებ და მიდიხარ და დასრულდება გონია და კი დასრულდა იმ ეტაპზე რაც მისი ჩივილები იყო, მაგრამ დაიწყო ახალი. დამეწყო პანიკური შეტევები ამდენი წლის მერე. პანიკური შეტევები იმედის დაკარგვამაც იცის და ხო არ დაგწავს. აღარ მჩერა რომ გაბრიელი კარგად იქნება. ერთადერთი გზა, რომელსაც მეუბნებიან ჩვენი ექიმები და ალბათ განდაცემასაც უყურებენ, არის ახლა მხოლოდ გერმანიაში ერთადერთი კლინიკა. არ ვიცი, არც მიკითხავს. აღარ მაქვს იმედი, იმიტომ რომ მეც დავიყარე. მინდა რომ მაყურებელმა იმედის მქონე ტიპმა, რომელსაც გონია რომ აღარ სტატუსებით ადრე ჩვენ სამკურნალოდ გაგვიშვა ადამიანი და აღარ, იმიტომ რომ ადამიანებშიც აღარ არის ეგ ფინანსური რესურსი. აღარ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ხშირად იმ დახმარებას, რაც სჭირდება ბავშვს და აი რამდენი სჭირდება ბავშვს ყოველთვიურად. გაბრიელი რომ კარგად იყოს, პირველ რიგში უნდა კონდეს კერძო ეზო. ეხლა ახლობელმა იქირავა სახლი და ამოვედით და შედარებით გაიარა, ანუ დაიწყო ძვალმა გახსნა. აუტიზმი არ არის დაავადება, არის მდგომარეობა და ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს, მას ფსიქოლოგი მხოლოდ თერაპიებით, რომელიც ასაკობრივადაც ვერ მიყვება, არ არსებობს ეს პროგრამა და არის 9 წლამდე. ვერ უზრუნველყოფს. აქ ეს გადადის ფსიქიკურ აშლილობაში. აუტიზმთან ერთად გართულებული სხვა დიაგნოზები ალბათ რა მსოფლიოში სულ რამოდენიმე ბავშვია. ესე გართულებული. და ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის მარტო ზიდვა, იმიტომ რომ კი მყავს მეუღლე, რომელსაც აქვს ორჯერ ინფარქტი გადატანილი, აქვს უამრავი სტენდები. ეხლა ხანსაც გვეწვა ავადმყოფოში და მას არ ვეუბნევით არაფერს, იმიტომ რომ არ ინერვიულოს. ჩემი შვილი, რომელიც უფროსია და მუშაობდა, ისიც უკვე ძალიან დამძიმდა. ხო და აი გიორგის მდგომარეობა საწამოგეწია. გიორგი იყო ძალიან პატარა, 12 წლის და უკან რაღაცა გაუჩნდა. მეგონა რაღაც ტრამვაც ეკვის დროს და ინექციით მოხდა ამ სითხის ამოღება. ამდენი წელი უგროვია ხერხემალში ამას და ეხლა აქვს 2 მავა დაზიანებული, რომელსაც უნდა გამოცვლა. ევროპაში მაგითო წავედით, მთლიანი 9 თვის კურსი ჯდება 150.000 евро. ხო, 4 თვის უკვე გვაქვს ესე შეგროვილი თანხებით და ანუ მე იმიტომ იდება სტატუსი, რომ სრულყოფილად ხო ვერ აგროვებ, გავიდა 2 თვე ან 1 თვე, ისევ მედიკამენტი გინდა. სიამდვილეში მე რატო არ აქვს მოსული ნახე ჩვენ დაგვიკავშირდა ლუკა აბჟანდაძე 17 წლის ბავშვია ცხოვრობს ამერიკაში დაიბადა მოკლედ რა და მას ყავს ძმა აუტისტური სპექტრის და მთელი ეს ცხოვრება უფროსია ის ძმა როგორც გაბი. მთელი ცხოვრება გაიზარდა ამ რაღაცა ამის ყურებაში რა და ეხლა არის სპორტსმენი, არის ძალიან წარმატებული და დამირეკა და მითხრა რომ მეო პერიოდულად ფულსო ვაგროვებო და ეხლა მაქვს შეგროვებული $10,000 და ძალიან გთხოვო რომ შენ იპოვე გმირიო და მე შენ გენდობიო და მოკლედ ჩვენ შევარჩიეთ გაბი რომ ეს $10,000 გადმოგცეთ შენ და ოღონდ რასაც წაული ისტორია რომ თვითონ ოღონდ ამ ყველაფრის კეთება დაიწყო ძმის გამო. ოღონდ ეს არ არის მის პირველი ქველმოქმედება და ყოველთვის სპექტრის ბავშვებს ეხმარება და ყოველთვის ქართველებს. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიცი რომ ქართულ ბავშვებს ეხმარება და ამჯერად ჩვენ დაგვავალა იცის რომ ფონდი აღარ მაქვს, იცის რომ ფონდი დაყადაღებულია და მითხრა რომ მოდი შენ შემირჩიე ამან ბავშვი და გაბი შევარჩიე და თან იმიტომ რომ მინდა მაყურებელს განვუმარტო, რატომ რომ ამ ოჯახს ახლა იმდენი ტვირთის აწევა უწევს შენ, იმდენი ტვირთის აწევა გიწევს მეორე შვილის დიაგნოზი, მესამე ბავშვის ტრავმა საერთოდ არ ვიცოდი ემოციური და მოკლედ გვინდა რომ ლუკა აბჟანდაძის ეს $10,000 გადმოგცე და დაურეკოთ ხო? როგორ ხარ?
კარგად, ლუკა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. მინდა რომ გაგაცნო დედა, იმ ბავშვის დედა, რომელსაც უკვე გადავეცი შენი გზავნილი, ამ ოჯახს რომ იცოდე მაინც. მეორე შვილსაც ახლა რაღაც რთული დიაგნოზი დაუსვეს, ბავშვი აუტისტური სპექტრი, მაგრამ ძალიან სჭირდებოდათ ის თანხა, რომელიც შენ გამოუგზავნე მათთან, მინდა რომ იცნობდეთ ამ უნდა ერაჯულს და მადლობას თვითონ გეტყვის. აი მე არ ვიცი, ვერ ვლაპარაკობ, მადლობა და მადლობა რომ მაგალითი ხარ ნანუკამ რაც მომიყვა ახლა ჩემი შვილებისთვის რომ აუტისტური სპექტრის მქონე ძმა შეგიძლიათ რომ სხვაზე იზრუნოთ. უდიდესი მადლობა და მინდა რომ ჩემი შვილებისთვის, ჩემი გაბრიელის ძმებისთვის სამაგალითო გახდეთ და მათაც შეძლონ ანალოგიური საქმის კეთება. ვერ ვლაპარაკობ. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი დახმარება ეს მათთვის. დიდი მადლობა. ყავს აუტისტიკსმა და მე ვიცი როგორ ძალიან ძნელი არის ოჯახისთვის და ამიტომ როდესაც ვნახე გაბრიელი მე ძალიან მინდოდა რომ დავეხმარო და მე მაგ იმოდი რომ გაბრიელი მალე კარგად გახდება. ძალიან დიდი მადლობა და კარგია რომ ქართული იცი მიუხედავად იმისა რომ ამერიკაში დაიბადე და მე მიხარია რომ გიცნობ და მე მიხარია რომ ამ ამბავს აკეთებ შენ და მე მიხარია რომ ჩვენ აგურჩიე ეგრეთ წოდებულ შამავლის როლში და გვანდე გმირის შერჩევა. ძალიან დიდი მადლობა. ყველაზე სწორი არჩევანია, იმიტომ რომ თუ ვინმე სრულფასოვნად ამ ქვეყანაში ვინმე გადაურჩენია, ეს არის ნანუკა და ამას ყველანაირი გადამეტების გარეშე შემიძლია ყოველდღე ვთქვა. ყოცნით ბერს, გიგზავნით ძალიან ბევრ სიყვარულს ქართველებისგან საქართველოდან. მე სულ ვამბობ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პოზიციიდან შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. და დღეს კონკრეტული ამბით დაგარწმუნებთ, რომ სადაც არ უნდა იყოთ, რამდენად სასოწარკვეთილიც არ უნდა იყოთ, რამდენად უფულოც არ უნდა იყოთ, რამდენად უიმედოც არ უნდა იყოთ, შეგიძლიათ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. გამარჯობათ. როგორ ხარ? როგორ კარგად მოწყობილ ხარ? გამარჯობათ. სულ ქალები ხარ თუ მამაკაცი გყავთ? არა, სულ ქალები ვარ, აქ ქალების სივრცე. ძალიან კაიფ. ჩვენ ქალებს ვარწმუნებთ, რომ ყველაფრის დაწყება შეიძლება ნოლიდან. და ერთი ამას როცა უყვები, მაგრამ მეორე როდესაც ადამიანი პირველ პრში უყვება, რომ მე ოდესღაც ნოლიდან დავიწყე. ეხა იქ წავიდეთ, აი ნულიდან საიდანაც დაიწყე. სტომატოლოგი ვარ, ექიმი ვარ, პროფესიით 20 წლის წინ მეორე ბავშვი როცა მეყოლა, დიდი წვეტა გამომივიდა სტომატოლოგიაში და რაღაცა ნუ ჩავთვალე, რომ აზრი აღარ ქონდა ჩემი პროფესიით გაგრძელებას და გადავწყვიტე რაღაცა ესთეტიკურ სფეროშიც მომესინჯა ჩემი ძალე. პირველი შეხება ესთეტიკურ სფეროსთან იყო ლაზერი. ვიმუშავე დაახლოებით 8 წელი ამ სფეროში. Ну, მე ამ პერიოდში იყო 12 წლის წინ ჩემი ოჯახის დაშლა. დავრჩი მარტო 2 შვილით. აჰა. მთელი ვალდებულები და პასუხისმგებლობები. აი, მამაც შენ რო ხარ და დედაც შენ რო ხარ და პლუს მეგობარიც შენ რო ხარ და 4-5 წელი იქნება მე შაბათი კვირა არ დამისვენია. აი, 1 წელია, ბოლო 1 წელი რაც თავს მივეცი უფლება რომ ვისვენებ კვირაში 2 დღე. შევა მუშაობდე, მაგრამ არ იცოდე ეს რესურსი სად მიმართო რა? აი, როგორ დაიწყეთ აი რაღაცის შექმნა? ჩემი ოჯახი იყო ჩემი დიდი საყრდენი და იმედი. ოჯახში ეს ყველაფერი დედა, მამა, და შვილები ხო ძალას მაძლევდნენ ყველანაირად. გადავწყვიტე რომ ძალიან დავიღალე, აი ეს იქაც რამოდენიმე სამსახურში გადავწყვიტე 5 წლის წინ გავაკეთე უკვე ჩემი ცენტრი ოღონდ მარნეულში. ოღონდ ძალიან საინტერესოა რომ ეს გაკეთეთ მარნეულში. ყველაზე მეტად ამ ისტორიიდან რაც მომწონს არის ის რომ ადექით და წახოდით მარნეულში. არა ხართ მარნეულელი. წარმოშობით შეხება არ ქონიათ არასოდეს. არ იცნობთ კულტურას, არ იცნობთ კუთხეს და წახოდით იქ მარტო, იმიტომ რომ ბიზნესურად სწორად ჩაავლეთ ინფორმაციას, რომ იქ ცენტრები არ იყო. ძალიან ბევრი პაციენტი მყავდა მარნეულიდან, ჩამოდიოდნენ თბილისში კი. და რაღაცა რო შევატყვე რომ იყო მოთხოვნა, გადავწყვიტე რომ მესინჯა. ამას ხო უნდა კაუჩის გამოდება, რომ ამდენი კლიენტი მყავს მარნეულელი, აი იქ არ არია. მოდი მე ხა თბილისიდან საერთოდ უცხო ქალაქში წავალ და ყოველდღე ვივლი მარნეულში. მეუბნეოდა რომ ტყუილა წვალობდა, აი არ გაამართლებს და რაღაცა და გაგიჭირდება და მაინც რაოდენობრივად ქართველები
სიმცირეში ვარ იქით, ხო? მაგრამ იმხელა სითბო, იმხელა სიყვარული. ეხა მომიწია რამდენიმე დღის წინ იქ ჩასვლა და აი სულ ყველა ისეთი დიდი სიყვარულით მხდება მაინც გარშემო სალონებიდან და ისეთი რაღაცა სითბო ვიგრძენი მე სიამოვნა. სხვათაშორის იქიდან წამოვიყვანე ჩემი მანიკურის სპეციალისტი, ჩემი აზერი გოგო, რომელსაც ვეძახი მარნეული საჩუქარი ხარ მეთქი. აქ დავაოჯახეთ. აქაური იყო, მაგრამ ნუ იქ აღმოვაჩინე. იქ დაიწყო ჩემთან მუშაობა. თბილისიდან მარნეულში სიარული ყოველდღე სირთულეა. აი 2 დღე მუშაობდი თბილისში, 2 დღე გავურბოდი იქ და მე უკვე რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემებიც დამეწყო, რამაც განაპირობა, რომ დამეკეტა მარნეულში ჩემი ცენი. მაგრამ ამან მოგცათ პირველი ბიძგი და პირველი ფინანსური ინტერესი. დავიწყე აი ძალიან მცირედით მქონდა მარტო დიოდის აპარატი, კოსმეტოლოგიას ვაკეთებდი ინექციებს და მყავდა მარტო ფრჩხილი. აი ეს 1 წელი კარგად დავიმსახურეთ სიყვარულიც. დღემდე იქიდან მოდიან აქეთ ჩვენთან პაციენტები, მაინც კი წამოვედით, მაგრამ მაინც გვაკითხავენ და რა მაგარია ეს ერთი და მეორე ფინანსური ბიძგი იყო ეს თქვენთვის? რა თქმა უნდა, ფინანსური ბიძგიც ერთი. ვისწავლე დამოუკიდებლად რაღაცა იმის მართვა, ხო, რაღაცა პრობლემების კიდე სხვანაირად გამომანამდეც კი უნკლავდებოდი, მაგრამ ნუ აი ამ სფეროში. რატომ გლდანი აქ ცხოვრობთ? არა, ძირითადად პაციენტურა მყავდა მაინც ამ ტერიტორიაზე. სადაც არ უნდა წავსულიყავი ეს ჩემი პაციენტები კი მიმყვებოდნენ ყველგან, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა ძირითადი ბოლოწლები პაციენტებს მორგებოდით. ხო. აი ეს რომ ჩამოხვედი და გადაწყვეტეთ რომ დედაქალაქში გაგეკეთებინა ესთეტიკური ცენტრი, რაღაცა სხვადასხვა უკვე პუნქტები, მან რისკი რა იყო? კონკურენცია ძალიან დიდია, მით უმეტეს გლდანის ტერიტორიაზე. ეხლა და ეხლა კიდე უფრო ბევრი იხსნება, ნუ 3 წლის წინ კიდე ამდენი არ იყო, რაც ეხლა. რისკები ყოველთვის არის და ფინანსური რისკი? ფინანსური რისკიც იყო, იმიტომ რომ აპარატურები, რაც შევიძინე იმის მარნეულის მერე საკმაოდ ძვირიანი აპარატურებია. ქირაც, რემონტიც, ყველაფერი ჩვენი აი ნოლიდან დავიწყეთ აქ, ჩემი ხელით. ვალაგეთ. ან მცხვენია შრომის, თუ კი რამე დასალაგებელიც ვაკეთებ, დასაწმენსაც ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ, ადმინისტრატორობასაც ვითავსებ, როცა საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ. ეგრე შენდება ბიზნესი. შრომა არ არის სათაკილო. მით უმეტეს, როცა შენს უკან 2 შვილი იდგა. როდესაც დედა სასოწარკვეთილია იმ თვალსაზრისით, რომ მუშაობა, დაღლა, გზა, იქ პირადად ცხოვრების ნგრევა, ეგეთ დროს ქალები რჩევენ ემიგრაციას. არა ვერ დავტოვებდი ვერანაირად ჩემს შვილებს. მე რჩივნა აქ მეშრომა 24/7-ზე. გამართლა წარმატებული ხართ? რა ვიცი. ფინანსური მე გულისხმობ წარმატებას ფინანსური мотиваციებით. მთავარია ვარ ჩემი შვილების გვერდით და ვარ წარმატებული, იმიტომ რომ ჩემ პაციენტებს ვუყვარ. ამას არა, რატო საკუთარი ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფა თქონდა შვილებისთვის, თქვენთვის. კი, რა თქმა უნდა, ეს საფასდა ალბათ. თქვენი აზრით, აი როცა ხალი ხარ, ეს ცოტა რთული შეკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით კაცების შემთხვევაში რა ხდება, მაგრამ აი როცა ხალი ხარ, ბიზნესში სირთულე რა არის, როგორ გონიათ, აი რითი განსხვავდებით ქალები კაცებისგან გადაწყვეტილებებში? ხშირად ქალი უფრო სწორ გადაწყვეტილებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ რისკიანები ვართ, ამართლებს ეს ჩვენი რისკები. ვიდრე მამაკაცების დაზღვევები, რაც უყვართ. სუაზღვევენ. ძალიან განსხვავდება ქალის და კაცის აზროვნება ბევრ რაღაცაში. ძალიან. და ამ ბიზნესში მთავარი რა არის? პირველ რიგში უნდა გიყვარდეს შენი საქმე. მე მგონია ეს ყველაში. ჩემ პროფესიაშიც ეგ არის. ჩემი შვილები რო ირჩევდნენ პროფესიას, ყოველთვის ვეუბნეოდი, შენი პროფესია გარდა იმისა, რომ ეკონომიურად უნდა უზრუნველყოს, უნდა გიყვარდეს. თუ არ გიყვარს, იმ საქმეს ვერ გააკეთებ. სიყვარულის გარდა კიდევ რა? მე ვფიქრობ, სიყვარულის გარდა უნდა გენდობოდეს პაციენტი. პაციენტს არ უნდა მოატყუო, ჩემთვის ეს არის მთავარი. უნდა იგრძნოს, რომ გიყვარს. ხო, და გიხარია, რომ ლამაზია. აქედან ძალიან ბედნიერები მე ძალიან მშოვანია მაგ დროს, როდესაც ირჩევ. რა ხდება ამ ცენტრში? ამ ცენტრში გვაქვს, ნუ მანიკური, პედიკური, როგორც მანიკური კაისის მარნეულები გოგოა. წარბის არაჩვეულებრივი სპეციალისტები ყავს, 2 გოგო, რომლებიც აკეთებენ დაფერვას თუ დაფერვასაც, კორექციასაც, ლამინირებასაც, ხო, წარბის წამწამის, გვაქვს სოლარიუმი. რა საკის მომხმარებელი გქოთ? ლაზერი, ნებადართულია უკვე ეს მომწიფების პერიოდიდან 13 წლიდან. განსაზღვრელია ასე. და ლაზერზე სულ მაინტერესებს, ბიჭები თუ დადიან? ძალიან ბევრი, ძალიან. რა მაგარია, რა კარგია ხალხნაური. არა მარტო ლაზერზე, კოსმეტოლოგია,
ჩხილები, ძალიან შემოვიდა და მიხარია, რაც ძალიან მისასალმებელია. ხომ და ადრე ცოტა თითქლებოდა და ბიჭებს ცოტა ისე მორცვა დადიოდნენ ხოლმე. ნახევარი თუ არა, აი ნახევარზე ცოტა ნაკლებია რაოდენობრივად. ვაუ, ბიჭები ლაზერზე. გიждებით ხო აქაურობაზე? ჩემი ცხოვრების უდიდეს დროს აქ ვატარებ. და რა თქონის რომი შექმნით? შეიძლება შევიდე? რა თქმა უნდა. ორი აპარატი გვაქვს, დიოდის და ალექსანდრიტის კანდელას აპარატი გვაქვს. აქ ტარდება მხოლოდ ლაზერი. კი ბატონო. აქეთ გვაქვს სოლარიუმი. აჰა. ეს ჩვენი მანიკურის კუთხეა. ანუ რა საყვარლად ხართ ხალხნა? აქ რამდენი ჯილდოები და სერტიფიკატები გაქვთ? რაც არის მტკიცებულება იმისა, რომ უნდა ენდო. უნდა ენდო და ხო, თან უნდა განვითარდე ალბათ ერთ ადგილას არ უნდა გაჩერდე რა. აუცილებლად. თან ახლა ამ საუკუნეში სადაც აი ყველაფერი რადიკალურად იცვლება. კი. 10 წლის წინ თუ რაღაცა მიაჩნდათ სწორად, დღეს მიაჩნდა. უკვე თავდაყირადგება ყველაფერი. ზუსტად. ხო, სხვა. თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან ცვლის ყველაფერს და ტენდენციებსაც ცვლის. წარბის ფორმით დაწყებული, წუჩის ფორმით დამთავრებული. ბუნებრიობას ენიჭება უპირატესობა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმეს. მადლობა. ახლა რა კარგი მიზეზი მაქვს რა გნახო? ხარ ულამაზესი. აი ქონდა დაჭდა შენ. თე როგორ ხარ? ტელევიზიის გარეშე ამდენ ამხელა პაუზა ქონია? არასოდეს. მართლა ხო? რამხელა ეს პაუზა ხა? გადავაცილე იმ დროს, როცა პაუზა მქონია. და ყველაზე მეტი სირთულე ამ 5 თვეს რა აქვს? არასოდეს 90-იან წლების მერე უმშავარი არ ყოფილვარ. ხო. აი მაგ პაუზა რომელიც გავიხსენეთ, გავთხოვდი მაშინ და ვერც ვიგრძენი რომ უმშავარი ვიყავი, ხო. და მე თვითონაც არაფერი არც მიძებნია და არც მქონია განცდა რომ უმშავარი დავრჩებოდი. და მაშინ კიდე თუ რამე შიში მქონდა, არასაკმარისად პროფესიონალი ვიყავ. ახლა პირიქით ყველაზე მწიფე ვარ იმისთვის რომ ვაკეთო ხარისხიანი პროდუქცია და ზუსტად ვიცი დავალაგე რა მეშლებოდა, რა არ მეშლებოდა, ჩემი ღირებულებები და ამ შემდეგ ყველაფერი ჩამოყალიბებულია, ყველაზე პროდუქტიული ასაკი მაქვს და ვერაფერს ვაკეთებ. რო ვიხედები წინ მომავალს ვერ ვხედა. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ წყობაში, რომელიც არის ჩიხში და ჩიხში არ ვართ მხოლოდ ჩვენ, ვინც ამ ხელისუფლებას არ ვეთანხმებით ყველაფერში. ჩიხშია თვითონ ხელისუფლებაც და შეყვანილი ყავს ამ გამოუვალ მდგომარეობაში. მთელი ქვეყანა ყოველ მეორე დღეს სხვადასხვა პროპაგანდისტული არხებიდან მირეკავენ და რაღაცებს მეუბნებიან, ანუ მაშინებლი, მაგრამ შენ მე მიცნობ ახლა მე ირგვლივ ადამიანი არ მყავს, რომელიც ემოციურად დაიჭირეს. თეამ სხვაგან უნდა წაგიყვანო ახლა თემატურად მითხარი როგორც ქალი ამ დროს რა შვება ერთია როგორც რაღაცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი როგორც ჟურნალისტი რაღაცა პაუზა გაქვს მე მაინც გონია რომ დროებითი და მეორეა როგორც ქალი ამ შემთხვევაში ხო არ ფიქრობ რომ რაღაცებისთვის უფრო მოიცალე საკუთარი თავის ორგანიზმის მოსმენა უფრო მეტად დაიწყე ვარჯიშობ სახის იოგას იმიტომ რომ მე ვერ ვიკეთებ ვერც ფოტოს ვერც ფილერებს და ასე შემდეგ შენ ჩემი პრობლემები შესაბამისად თუ მიჭირავს სახე მიჭირავს სახის იოგით და ამას ინტერნეტში ვაულობ ძალიან მარტივად და სულ მაგისთვის ვიცლი ხოლმე უფრო მეტად ვიდრე მანამდე და სახის რუტინა და ასე შემდეგ ეს ქალური საყვარლობები გაცილებით უფრო მეტი დრო მაქვს ამისთვის ადამიანის ცხოვრებაში რა მოაქვს წონის კლებას ამ შემთხვევაში მაინტერესებს არა კილოგრამამდე დაყვანილი ამბავი. საკუთარ თავში მეტი დამაჯერებლობა და საკუთარ თავთან დაბრუნება, იმიტომ რომ შენ ხარ მე მგონი ის მეგობარი ჩემი, ვინც ყველა წონით კატეგორიაში მიცნობს და გახსოვდი, ხო? ამაზე გამხდარიც გახსოვდი, მე ამაზე ორჯერ მეტი და ახლა ასეთი. მე არ ვარ ახლა იმ წონაში, რომელშიც მინდა რომ ვიყავი, როცა გავხდი პირველი 2 წელი ოპერაციის შემდეგ
ვიყავი ძალიან კარგად, შეიძლება ცოტა უფრო ნაკლებიც, ვიდრე უნდა ყოფილიყავი, იმიტომ რომ აღარ მომიხდა, თქვა 67 კილო, აღარ მომიხდა, თუმცა მთელი ცხოვრება 55 კილო ვიყავი. და მაინც ასაკი საჭიროებს მეტი კუნთის მასას თუ ცხიმის თუ ასე შემდეგ, არ ვიცი და იყო რაღაც პერიოდი ოპერაციის შემდეგ, როცა იმაზე გამხდარი ვიყავი, ვიდრე მიხდებოდა. მერე უკვე ნელ-ნელა დავიწყე ფორმაში ჩადგომა. ეხლა მომატებული მაქვს ამ 5 თვის განმავლობაში 5 კილო მოვიმეტე. ხო, 5 კილო არ არის ისეთი. ჩემთვის არის, იმიტომ რომ დამეწყო პანიკური შიში, რომ ვაიმე ხომ არ ვიწყებ თავიდან მომატებას. ჩემთან ვიყავი, შენ იცი ჩემი დის დამოკიდებულება, რომელიც სულ ბრაზდებოდა. სულ ბრაზდებოდა შენზე, რომ ვეღარ მიეჩვია ეს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომ შენ ვეღარ გაგახდუნებს. ჩემმა და მიქ რაღაცა ამერიკაში ჩამსვა ჯანმრთელი კვების რეჟიმში, საღამოს არ მაჭმევდა, დროზე მაძინებდა, ძილი არის უმთავრესი რამე, რაც შეიძლება წონის კლების დროს ადამიანმა გამოიყენოს. ეს იქნება ოპერაცია, ეს იქნება სხვა საშუალებები, ჯანმრთელი კვება თუ რა ვიცი რაც. ძილი არის მთავარი რა. გძინავს კარგად, იკლებ კარგად, არ გძინავს კარგად, ვერ იკლებ საერთოდ. ფαντასტიკო. სტრესში და დეპრესიაში ძილიც არ არის. ძილიც ქრება. ამიტომ კი არ ვჭამბევს, არ მძინავს. ხო, სათანადოდ. ჩემი ექიმი იყო დავით აბულაძე. ამ კაცმა მიმიყვანა იმ რწმენამდე, რომ მსუქანი ქალი არ არის მახინჯი და აი ამ ფორმულას რომ მივაგენი, ამიტომ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ოპერაცია. ანუ ხო ძალიან უცნაურია, რასაც ვამბობ. მაგრამ დავით აბულაძე არის ფსიქოლოგი რა, ის არ არის მხოლოდ ქირურგი. ხო. ანუ ამ ადამიანმა ჩემ 105 კილოზე დამიბრუნა რწმენა საკუთარ თავთან. ამ რწმენამ მაიძულა მიმეხედა ჩემი თავისთვის და მებრძოლა იმ თეასთან, რომელიც არ მომწონდა და რა დროსაც არ დავუჯერე, მაგალითად ბევრი წყლისმა, მაგალითად ცხოვრების სტილის შეცვლა, არაჯდომითი რეჟიმი, ყოველ საღამოს სიარული ეს არ გავაკეთე. როცა უკვე მომწონდა ჩემი თავი, დაუბრუნდი მცონარობას, ჭამას, ტკბილეულს, ხაჭაპურებს, ცოტა ჭამ, მაგრამ მაინც რო ჭამდი თან გამაფრთხილა. აი ტკბილეულთან იყავი ფრთხილად, მაგრამ ნუ რა ვქნა ხა ძალიან მიყვარს. და დაგეხმარა ეს ამერიკის რეჟიმი? ხო, დამეხმარა, იმიტომ ძალიან ბევრს დავდიოდი და მანდ მივხვდი, რაც დათომ მითხრა, ის იყო აი უებარი რამ. იქ ახლა არ დამიკლია არაფერი, არ ჭამა არც, მაგრამ ბევრს დავდიოდი, მალე ვიძინებდი და ჩამოვედი 2 კილოთი ნაკლები 2 კვირაში. ანუ დისციპლინა არის მთავარი. რეჟიმი, დისციპლინა და წყალი სიარული, მოძრაობა რა, არის უმნიშვნელოვანესი. მერითიც მიჭირავს ამდენი წელია, უკვე მესამე წელია ეს ჩემი წონა არის მოძრაობა, რომელსაც სხვათა შორის ხო ძალიან ბევრი სტრესის დროს მე სტრესის მხოლოდ ენერგიას მართმევს და ეს რაღაცა 1 წლის განმავლობაში საერთოდ შეწყვეტილი მაქვს, ხა ვარჯიში ვერ ვარჯიშობ. მაგრამ რასაც შენ აკეთებ აქციაზე დაუღალავი მისვლით, მოსვლით ვარჯიში არ არის. და სხვათა შორის უნდა ვთქვა აქვე, ეს არის ძალიან ისეთი ახალგაზრდა პატარა გოგოს, პატარა ასაკით გოგოს დაწყება საქართველოში დაიწყო ესეთი ჰიპ-ჰოპ თერაპია, სადაც ვიყავ პირველად, ნინი უსაყვარლესი და უნიჭიერესი და უკარგესი და მოკლედ რომ მიხსნიდა იმას ცეკვას რამხელა ენერგიის მიტანა შეუძლია და მე ვეუბნებოდი რომ დაღლილი ვარ, ვერ ვიზამ და მე ვეუბნებოდი რომ აი მოდი ნახე რამხელა ენერგიას წაიღებ და მართლა დაუჯერებელი ენერგია წამოვიღე, იცოდეთ რომ საქართველოში არსებობს ჰიპ-ჰოპ თერაპია, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან ენერგიას მოგცემთ, ბედნიერების ენერგიას მოგცემთ, ძალიან კარგ ხალხში მოგახვედრებთ და ნინის მიწერეთ და ჩაეწერეთ მასთან. ეს არ არის რეკლამა, ეს არის სწორი რეკომენდაცია. მე მივაგენი პინტერესტზე ვარჯიშობს ლოგინში. როგორ მიყვარხარ? აგინახა. მაგას. ფაი მეთია როგორ მიყვარხარ? მოძრაობა ვერ შეიყვარე. ჰეი, მითხარი რომ ახალი ცხოვრება მოგიტანა ამ წონამ. ახალი მომიტანა კი არა, რავი, გამიბრუნა ჩემი თავი რა. ანუ მთავარი პრობლემა ადამიანებისთან, მთავარი საზრუნავი მთელი ცხოვრება ხო შენ თავის ძიება. მე უცებ შენ თავის მოძებნი კი არა, რომ დაკარგავ იმასაც კი რაც შენ გაქვს. ეს არის ადამიანური ტრაგედია ჩვეულებრივი. აღარ მახსოვს ეს განცდა რა იყო. მთელი ბედნიერება არის ის, აი ის ადამიანი, რომელიც მე ჩემში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი, ხო ვერ გავიცანი, ხო ვერ შევეგუე, ხო ვერ მივიღე. და აღარ მახსოვს ეს განცდა როგორი იყო, აი ის სიმძიმე აღარ მახსოვს და ჩემი მეგობრები, რომლებიც მათ სხვათა შორის წონაში გამიცნეს, მეუბნებიან, რომ აღარც კი გვახსოვს როგორი იყო. მე არ მახსოვს.
მეც, იმიტომ რომ მე ეს თემა მახსოვხარ. რა უნდა მოხდეს, რომ წინ რო გაიხედავ და დაინახო სინათლე? არ მინდა ხა სენტიმენტების შემოტანა. მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამ სინათლეს, რამე მეშინია. მეშინია რომ არ შევეგუოთ იმას, რაშიც ვართ. არა, მე სხვა მოსაზრება მაქვს. იცოდეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. თავარია უბრალოდ რომ რაღაცა სწორი აღიარებები ვიპოვოთ და სწორ ადგილას ვეძებოთ. მტერი უკან წარსულში კი არა, მტერი აწმყოში, რომელშიც ვცხოვრობ. გავიმარჯვებთ, ოღონდ რაც შეიძლება მალე მინდა მე ეს ყველაფერი. მე მინდა მეც მოვესწრო. აუ, მეც არა. სანამ მაქვს ამის. სანამ გამხდარი და ლამაზი. კი, ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი. როგორ ხართ? კარგად. ჩვენ უნდა გადაგვეყო ეს East Point-ში, ხო? მაგრამ მოვედით City-Mall-ში. იმიტომ რომ East Point-ამდე გრძელი გზა არა. იმიტომ რომ ძალიან გვეჩქარებოდა. ეს ბრენდი, რომ ჩემი მეგობარია, თქვენ იცით ისედაც. აქ ერთჯერადი ყველაფერი, ხო? ევროპაში, Sephora-შიც კი არ არის ერთჯერადი აპლიკატორები ესეთი. ეს ტუჩის? ვაუ! საწყებია ტუჩის ეთები რომ გადაესტარ. მე აქ მოვედი ახალი პროდუქტისთვის, მაგრამ მანამდე ძველი პროდუქტებზე გავიხსენოთ კლასიკა. მიაცინამედი სახსრატო კარგი, იმიტომ რომ გამონაყრისგან გაზღვევთ. თამოს შრატი ყველა სხვა შრატისგან განსხვავდება იმით, რომ არ აქვს წებოვნება და სახეს კანი მარტივად იწევს. მოკლედ, მისერალურ წყალს მე წავიღებ 2 წელს და უთხარით რომ ნანუკა მოიპარათ ხო. თამოსთან არის სიახლე. ეს არის თვალის პაჩი, რომელიც არის ყავის. რატო ყავის? კოფეინი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, ძალიან კარგ გატენიანებას ახდენს, ასევე ახლავს შავეებს სახის კანზე, თვალზე, უბრალოდ ესე რომ ვთქვათ და საკმაოდ ჯამრთელიერს მატებს ჩვენს თვალს. ნაუჭზე მუშაობს? კი ბატონო, წვრილი ნაუჭების პრევენციის მიზნით გამოიყენება თავისუფლად. რა კაი გოგო ხარ? მადლობა ძალიან. შენ თვითონ სახაზე რას იყენებ? მეც თამოსკინის პროდუქციას ვიყენებ. კარგად შემეცვალა სახის კანი, ერთბერში მომიყვანა, ასევე მქონდა ადრე აკნე, სიცოცხლეები დატოვებული. პიგმენტები ძალიან კარგად გამიქრო. რავი, ჩემი სახე ანათებს ახლა ნიაცინამიდის დამსახურება და ასევე კოლაგენის. ესე იგი, მე უნდა წავიღო თამოსკინის ახალი პაჩი და დღეს საღამოს უნდა დავტესტო. და ეს 2 ცალი. ესე იგი, ყავა კოფეინის გამო ამბობენ, რომ არის სწრაფი ეფექტის მქონე. პირველ რიგში რაც უკვე გვითხრა, ძალიან ლამაზ მახატია, სწორია, რომ კოფეინი ეფექტურია თვალის იშავებზე და ასევე ნაოჭზე. მე თვალის იშავის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ნაოჭზე დღეს საღამოსვე დავტესტავ. ეს არის თამოსკინის სიახლე. ხახნო 10 ცალი პაჩი მაჩუქეს. 10 ცალი თვალის პაჩი მაჩუქეს. ანუ და ეს მე ვიყაჩაღე. იმიტომ რომ ბერჯერ მithქვამს და ჩემი Instagram-ის გამომწერმა იცის რომ ეს არის ჩემ პროდუქტი. არ ვიცი თამომ რატომ გარისკა, იმიტომ რომ ზოგადად არ არის იაფფასიანი და დაბალბიუჯეტური კოფეინი. ძირითადად გამოიყენება თვალის მოვლის და ნაოჭების და იქ სადაც სისხლძარღვების შევიწროება ჭირდება სახის კანს. ჩვენი შეშუპებები აი აქ ბალიშები არის გამოწვეული სისხლძარღვების გაფართოებით. სქელი მასა აქვს თვითონ, რასაც ვიდებთ, ძირითადად ამუშავებული თვალები და თვალის შეშუპება ეს დილით უნდა გაკეთდეს, ეხლა დილა არ არის, როცა მე ვიკეთებ, მაგრამ მაინც ვცდით. პირველ რიგში რაც მინდა რომ თქვა არის ის რომ კარგი დამაგრება აქვს. თქვენ იცით რომ თვალის პაჩის პრობლემა არის ის რომ დამაგრება არ უარგა. შესაბამისად საბას უნდა გავუთავოთ ან მსურები და თან გეჭარავებით. შესაბამისად მგონია რომ ამას არ იქნება რაღაცა ისეთი შედეგი პირველზე, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, თუ თქვენ ამას კარგად გაყინავთ, კარგად გააციებთ, დილით ადრე გაიკეთებთ. ხომ იცით საერთოდ პაჩებს არ უყვარს დიდი ხნით თვალზე დამაგრება. ანუ ჩვენ რო გონია რომ აი 15 წუთი როა წერია იქ სახის ნიღბებს ან თვალის პაჩს და ჩვენ უფრო დიდხანს ვიკეთებთ, იმიტომ რომ გვეჩვენება რომ უფრო სასარგებლოა, არა მეგობრებო, იცოდეთ რომ არა. პირიქით შეიძლება შეგიშურდეთ თვალი, თუ მაგალითად გამოიყენებთ უფრო დიდხანს, ვიდრე არის მითითებული, ამიტომ მე გირჩევთ რომ თვალის პაჩი ზუსტად იმდენი ხანი გედოთ, რამდენი ხანი წაწერია.
ბათუმში გაიხსნა ექსკლუზიური PSP და რას ნიშნავს ექსკლუზიური და რა იქნება აქ ისეთი, რაც სხვაგან ჯერ არ არის, PSP-ს ფილიალებს გულისხმობ, რომ გამომყვებით მოგიყვებით. თუ გნებავთ პრემიუმ კლასი, დაიწყეთ მოგზაურობა მეორე სართულიდან. თუ არა და გაეცანით პროდუქტებს პირველ სართულიდან. როგორც უკვე გითხარით, ეს PSP ყველა სხვა დანარჩენისგან არის ძალიან განსხვავებული და ბათუმელებს გაუმართლად. პირველი მთავარი განსხვავება რაც აქ არის ექსკლუზიურად და ჯერ სხვაგან არ არის. ეს არის სპეციალური ოთახი. ამ ოთახში იქნება პროფესიონალი დერმატოლოგი, რომელიც შეგიმოწმოთ სახის კანს და მხოლოდ ამის შემდეგ გირჩევთ პროდუქტს, რომელიც უნდა შეარჩიოთ. კიდევ არსებობს მეორე ვარიანტი. პროდუქტს შეგარჩევინებთ ნანუკა. ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ. მოვედით კორეის კუთხესთან და რა თქმა უნდა, PSP-ში ჩემი შოპინგი იწყება კორეით. გოგოებო, ეს არის სპეციალური პატჩი და მე პირველად ვნახე ასეთი პატჩი, რომელიც არის სპეციალურად ამ ადგილებისთვის. შესაბამისად, ეს ვჭირდება. ეს არის სპეციალური საცხი დეკოლტესთვის. ეს არის დერმაფირმი, რომელიც არის სიახლე PSP-ში და თქვენ იცით, რომ ქალის ასაკს ყიდის ხელის ნაოჭი და დეკოლტეს ნაოჭი. შესაბამისად, ეს არის ცალკე საშუალება იმისთვის, რომ ნაოჭი არ მოგვეკაროს დეკოლტეს. ასევე ეს არის ანტი-ეიჯი და სასურველია ყველა რუტინა. მიზონის ტანის დასაბანის საშუალება. ვისაც აბაზანაში გიყვართ კაფე, პრემიუმ კლასის ექსკლუზიური სუნამოებია PSP-ში. ესე იგი, თუ ეს ვერსში ვირჩევთ რაც გვინდა, მაშინ დავიწყეთ ტანის საცხი. უკაცრავად ეს ორივე ტანის საცხია, ხო? რითი განსხვავდება? ეს სადამატენიანებელია? აკნეს საწინააღმდეგო სახის დასაბანი. კარგით. და ასევე გვინდა ობესამი. აკნევისაც აწუხებს, ამაში ნიაცინამიდია და შესაბამისად